მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთს, პირველად საქართველოში საოცარი საფეხბურთო პროექტი, საოცარი ემოციები. დღეს იქნება ძალიან მაგარი შეჯიბრი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და დღეს ითამაშებენ ელიავა მალანია, სადვარძლebო და გეგა ჯაში, ტორფინ მოდი. მალან, გეგა, ტორფინა და ლუკა ელიავა. პირველი თამაში იქნება სოსო მალანია და ლუკა ელიავა, მეორე თამაში იქნება გეგა და ტორფინა და შემდეგ უკვე ფინალი იქნება. დღეს თამაში იქნება 5 ქულამდე მეგობრებო, 5 გოლს ვინც გაიტანს, ის იქნება გამარჯვებული. დღეს ვიმყოფებით საფეხბურთო კლუბ დიღმის მოედანზე. მადლობა მხარდაჭერისთვის. აქ ტარდება ტურნირი გურამ გაბისკირიას სახელობის. ბავშვები თამაშობენ, ძალიან სასიამოვნოა და დარჩნენ უყურებენ. ეხლა დიდი მოლოდინი იყო მოკლედ ამ შეჯიბრის წინ. ინგლისის პრემიერ ლიგის ამინდია მოკლედ და შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთი იწყება მეგობრებო. ლუკა ელიავა პირველი ნახევარფინალი და სოსო მალანია გახსნიან და ნახოთ ვინ გაიმარჯვებს. წავიდა ლუკა ელიავას შეტევი დაუწყეთ. წავიდა ლუკა. ნახოთ აბა ლუკა. რა შემოგთავაზებს ლუკა, ვიცით მისი სისწრაფე? წავიდა სოსო შეტევა. შორიდან 1-0 სოსოს სასარგებლოდ. ნახოთ ლუკა რა შემოგთავაზებს. ჭკვიანური გოლი გაუტანა სოსომ და ახლა კი ნახოთ ლუკა რა სიზავს და კარგი გვერდზე გატანა როგორც ჩვევია ლუკას გვერდზე გატანა, კარგი იყო. 1-1. წავიდა. რა თამაში შემოგთავაზეს ეგრევე, ბრავო! ვაიმე, კარგი იყო. წავიდა. ნახოთ. ლუკას კაი ფიზიკური მონაცემებია, კარგ ფორმაშია, სწრაფია. უთანას ნორმალურად და ნახოთ რა შემოგთავაზეს. აი სულ მოძრაობა! რა ბურთია უღო მეკარე. საღო, მაგარი ბურთია იყო. წავიდა სოსოს. რა სტილი! ვაიმე! სოსომ რა შემოგთავაზა? ელიავასაც გუშა! გაგვიმეორა! მაინც გაგვიმეორა ძმა. ბიჭო. მოიცა ერთი წავი. ხო ქონდა ნანახი ეს. ვიცი, ნანახი. მაგრამ მაინც გაგიკეთა ბიჭო. სოსო. წავიდა. მაინც გაუკეთა, ბრავო, კაი შესო იყო და ბრავო. ორით ერთი. წავიდა. 2-1-ია. ჯერ ყველაფერი წინა. კაი გასვლა იყო და სოსო მე მგონი შეისწავლა ელიავას ტაქტიკა და კარგად დაისვა თავი და მეკარეც დაეხმარა. კარგი იყო თამაშობ. ბრავო. ნახოთ აბა დაუტყა მაინც რა ჭკვიანური დარტყმები აქვს. წავიდა ლუკა შეტევა. ეს შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთია შვენიერი შეცვალა. ბრავო მეკარე. ორივე ყავს ორივე მონაწილეს. ცივა, მაგრამ აქ ცეცხლიან და მაგას აპატიებს თუ არა. თუ მოუბრუნდა, აბა ხელი გაუშალე, ხელი არ მოვკიდო ძალიან. დაი ახალგაზრდა მონსტრი საწამოეწია ბიჭო. 2-1-ია სოსო იგებს შენ. წავიდა. ნახოთ. კაი სულ მოძრაობა, გავიდა. და აქ სოსომ კაი დაცვა შემოგთავაზა და არ ველოდი სოსოს ასე დაცვას. შესწავლილი ყავს მას. მოწინააღმდეგე, წავიდა აქ. ცოტა დაიღალნენ, მაგრამ რა კარგი იყო და
Wow! Auida. ახოთ კაი გასვლა და შვენიერი სეივი მეკარებს, შვენიერი სეივი შემოგთავაზა და სოსო შეტევა. ო, კაი სულ მოძრაობები აქვს სოსოს. და ბრავო! ოთხით ერთი. ავიდა ლუკა, გოლი უნდა ლუკას. ნახოთ რა შემოგთავაზებს, კარგი ჩაწოლა. თამაშობ. არ უმართლებს. დავიდა. გოლი უნდა სოსოს და. და სოსო! მოგებულია! გოლია ძმა. რა უკვე არ ჩავთვალო ძმა. მე გავიგე გასაგები. გოლია ძმა. შორეტო. მეგობრებო, სოსოს მიულოცოთ ფინალში გადასვლა, ბრავო ძმა, კარგი იყო. კაი დაცვა, კაი შეტევა და შეისწავლა მოწინააღმდეგე აშკარად მეგობრებო და დამსახურებული მოგება ძმაო საღო. ეგ ნახევარფინალი, გეგა და ტორფინა. გეგას ვიცნობთ მეგობრებო, YouTube ნაკრების ფეხბურთელი და ტორფინასაც ვიცნობთ, შოდა ერთ-ერთი ფეხბურთის მაყურებელი, კარგად ვიცნობთ ტორფინას და წარმატებები ძმებო. ავიდა ტორფინა შეტევა მეგობრებო, ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მაგარი შეჯიბრია. ნახოთ და კაი შეძმა და ბრავო! გეგას კაი დაფარება. ბრავო, მაგარი დაფარება ძალიან. გეგა შეტევა მეგობრებო. წავიდა. გეგა შეტევა. გადაუტარა ბიჭო და რაცალა, ხო არ გადაო. ბრავო ბიჭები, ბრავო. წავიდა მე მგონი გახურდნენ უკვე ბიჭები და რაღაცას უკვე ახლოს მიდიან კართან. ვაუ! თამაშობ. ვაუ! წავიდა ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა, ძალიან ემოციებში ვართ. წავიდა. ტორფინა მაქვს ჩეთი ხო არ ჩაგვირთო, არ ვიცი. ჩაგვირთო, მაგრამ ბრავო დაცვა. ბრავო გეგა. სწორია, შორიდან დარტყმა, კი. ნამდვილად სწორია და ორიჩნოლი ჯერ ყველაფერი წინა. წავიდა გეგა. ბრავო, თამაშობ. ორიჩნოლია. კარგი შესვლა იყო და 3-0 ყოჩახ ტორფინ, ყოჩახ. ფეხბურთის სიყვარული ეს არის მეგობრებო, აზარტიც არიან, თან ემოციებში არიან. ეს არის შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთი. თამაშება აქტიურად, აგრესიულად თან იქით შემოურა. თამაშობ და ერთი ნახოთ ფსიქოლოგიურად. ორფიდან რას იზაოს გეგა უკვე ფსიქოლოგიურად უკეთესად უნდა იყოს. ბრავო, კაი გატანა და დახედა. რაბონა დაგვირთხა ძმა. წავიდა გეგა შეტევა 3-1. მადლობა ბიჭებს ასეთი თამაშისთვის და მონდომებისთვის, ასეთ ამინჩი, მაგრამ ესაა ფეხბურთი. თან ძალიან სასიამოვნოა, თართულია. Bravo. წავიდა ტორფინა, ნახოთ რა შემოგთავაზებს. თამაშობ და Bravo, გეგას დაცვაც
ძალიან მაგართა სოცხთავაზო სახსის წაფეში წაიღო. ეს ასეთი დაცვაა შოდა ერთ-ერთ ფეხბურთში, ასეთი მონდომება. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. წავიდა ტორფინა შეტევა, ნახოთ. ნახოთ აქ მაგარი, ძალიან მაგრად. ტორფინა. არ ვიცი შოუს. იცის რომ ამით შეიძლება შედეგი აიღოს, იმიტომ რომ უყვარს ტორფინაზე კიდე ამაგაზა. ჩემი კარგი გიჟია ძმაო, არა ნორმალური ეს ჩემი. ჩემი 4-2-ია, ხო? მეგობრებო, უკვე ძნელია ემოციები რომ მოთოკო, აქ ძნელია მეგობრებო. ტორფინა მორიგი შედევრი, აქ უკვე ჩეთი ჩართო რა. 4-2? გეგა შეტევა. ძალიან მაგარი თამაში მიდის. ძალიან მაგარი თამაში მიდის. ნახოთ. აქ ტორფინას გულშემატკივრები ყავს და გულშემატკივრების ძალა ყოველთვის მოქმედება შოდა ერთ-ერთ ფეხბურთში, ზოგადად ფეხბურთში და იდე! თამაშობთ. ვიხარ თქვენ ზმა. გას კიდე რო დაძაბოსა. ჯარიმაც შეიძლებოდა. თამაშობ. ხოდ გამოიწერეთ ასეთი რაღაცები, რავი, ევროპაშიც არ მინახავს, რაც ტორფინამ შემოგთავაზა და გეგამ და ბიჭები რასაც თავაზობენ, გაონიშნავდა ერთ-ერთი ფეხბურთი იმსახურებს იმას, რასაც ევროპაში და მსოფლიოში აკეთებენ მსგავს პროექტებში და გამოიწერეთ და ვაჩვენოთ მეგობრებო, რომ შეგვიძლია საქართველოში ფეხბურთის თამაში, კონტენტის კეთება და წავიდა ტორფინას შეტევა. მაქსიმალურად ტორფინა თამაშობ. ტორფინა ასეთ მოძრაობებში უფრო შედეგს და გეგა გენაცო. გასაპიზდეთი. გილოცავ ტორფინა. საღო. გენაცო ეს მომაძო. გეგა ყოჩა ძალიან კაი პერფორმანსი შემოგთავაზე. მე კიდე არ ველოდი შეგან გეტყობა რომ მაინც თამაშობ ფეხბურთს, ვარჯიშობ რაღაც და გაგვიზიარი შენი ემოციები შოდა ერთ-ერთი ფეხბურთთან დაკავშირებით ახლა. პირველ რიგში პროექტი რაც შეეხება იმენ ძალიან მაგარია რა, აურა უმაგრესი. ტორფინა იმენა ნახე. ენა გადამაყლაპა, ისეთები გამიკეთა, რავი, საღო ტორფინას. საღო. დიდ აუდიტორიაზე უნდა გავიდეს უეჭოლია იმსახურებს. ამაგარი პროექტია, ამისთვის საჭირო არის. ვინ არის საჭირო? ამისთვის საჭირო არის, რა თქმა უნდა, სპონსორი. სპონსორი გამოუჩთი ძმაო ამ ადამიანს, იმიტომ რომ იმსახურებს ამას და ფინალი მაგარი იქნება. საღო იმენა ორივე ძალიან მაგარი მოთამაშე არის და შედეგი ფიქრობ, რომ კაროჩი დაძაბული უნდა იყოს რა. წარმატება ორივეს. გენაცვალე, მადლობა ძმაო დაფასებისთვის, წარმატებები გენაცვალე. ლუკი ვიცი რომ გაბრაზდი ძმაო იქ რაღაცა არ გავიდა გოლი იქით, ანუ ფეხბურთია ეხა მეც ჩვენ რო ვითამაშეთ, მეც ამიღო მეკანემ რაღაცები, ნუ რაც არის ეგ არის. მე მგონია რომ ოდნავ მაინც აშკარად შეგისწავლა რა სოსომ რა და რავი გითხარი ხა შენი ემოციები მაინც კი ეხა ახალგაზრდა ხარ მოგება გინდა ის ეს რევანში მინდა ოღონდ რევანშზე შალზე მინდა და დებ $500 ჩამოვალ თუ დამხდება მოდი ზმა $500 რაო $500ო ბიჭო თუ მოვიგე სერიოზული რევანში მოგეს მეგობრო მე მოვდივარ ამეს ასეთი ამბები არ გვინა მაგრამ რავი კაი რევანში თუ იქნება რავი თუ სოსო მოსავს რავი მეკარები აშკარად ჩემს წინააღმდეგ იყვნენ მაგრამ ყველაფერი ხდება არა უშავს ახალგაზრდა ლუკა ჩვეულებრივი მომენტია მეგობრებო ემოციებშია მოგება უნდა და რა თქმა უნდა მაგრამ
ფეხბურთია, შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთი მაქსიმალურად რეალობასთან არის ახლოს, მაქსიმალურად არის რეალურ ფეხბურთთან ახლოს და ამას წინათაც მე და ლუკამაც რო ვითამაშეთ, მეც ამიღო მეკარემ რაღაცები მეც ავაცილე და ანუ რას ვიზავთ ფეხბურთია, მთავარია ვისიამოვნოთ. ტორფინას გულშემატკივრები მეგობრებო. მადლობა მოხვედით და გულშემატკივრობ და ამით პროექტსაც ეხმარებით, ასეთ ამინჩი გასაკუთრებით. თვითონ ტორფინამაც ეს გულშემატკივრობა იმდენად დააფასა ამ კონკრეტულად ხა ნახევარფინალში და ალექს გითხარი აბა შენი ემოციები და რას ელოდები ხა ფინალში. რავი ძმაო, ძალიან მაგარი პროექტია, წარმატება, უეჭველი იქნება ძმაო და გახვალ, წინაზეც ვისაუბრეთ. და რავი, ნუ მაინც ახლა გიოს უჭე რამე ხარს, მაგრამ სავარაუდოდ კი, კაი ყავს რა და კაი დაძაბული იქნება როგორც ეს წარმატებები და გოგოები რას იტყვიან ფინალზე. პროექტს მინდა რომ წარმატება უსურვო, კიდევ უფრო ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ მე არ თამაშობდი, ძალიან ვინერვიულე, კარგი თამაში იყო. ეხლაც მგონია რომ კარგი თამაში იქნება და რავი, ნუ ძალიან წარმატებები და ხო რა. კი ბატონო. გულშემატკივრებს სულ აქვიქნებით ყველა. გაიხარეთ, მადლობა. პეტრე მატჩი იაფასოს, აბა ორივე ნახევარფინალი შეგვიფასე პეტრე. რაღაცა მომენტები გავჩენ მეკერძოებული ვიყავით რამოდენიმე რა, მაგრამ ორივე თამაში ძალიან მაგარი იყო, ფინალს ვეოლდები ძალიან დიდი ბევრი ხალხი, პროექტი რა თქმა უნდა ძალიან მაგარი არის, როგორც ვეგაჯაშმა თქვა და აღნიშნა სპონსორი გვჭირდება, რომ სხვა ქალაქებში და რეგიონებში გააკეთოს. წარმატებები შენ პირველ რიგში და დამაშენ მონაწილეებს. გეინასვალი და აბა წავედით ფინალში. დღევანდელი შეჯიბრის ფინალი მეგობრებო. სოსო მალანია და ტორფინა წარმატებები ორივეს. საოცარ შეჯიბრს ველოდები. დავიწყეთ მეგობრებო. სოსოს გულშემატკივრებია. ბრავო. ტორფინა შეტევა მეგობრებო. აი, გაიდაცვა იყო. შედია, დავაი. ბლოთ. ნახოთ სოსოს. ბიჭო! ბრავო სოსო! 2-0 მეგობრებო. აქ უკვე ნახოთ რას იზავს ტორფინა. 2-0-ია ტორფინას გოლი უნდა. ისე შორიდან და სოსო შეტევა. აი სწრაფად წაიღო სოსომ და ბრავო და 3-1. ბრავო სოსო. 3-1. ნახოთ. ეს უკვე იცოდა ტორფინამ და აღარ აპატია ეს. და უმუღამეს უკვე სოსოს ეს სკილი. ესით ეხა ლუკასაც უნდა დაებლოკა, მაგრამ ვერ დაგიბლოკა და წავიდა სოსოს შეტევა. ბრავო. ტორფინა შეტევა, გოლია გასატანი ტორფინას და ნახოთ რას იზავს. აგებს არა ხან. თუ გაუწევს კარგი გაწევა იყო და გოლი იყო. მიულოცო სოსოს გამარჯვება, მიულოცო. გილოცავს მაო, ბრავო, გილოცავს მა ტორფინა. სოსო გილოცავს მაო, გამოცდილი ბებერი. აშკარად დაცვაშიც მაგრად იყავი. აი ხა მაშინ რო იყავი, შოდა ერთ-ერთზე იმასთან შედარებით ბევრად კარგად იყავი. და გაგვიზიარი შენი ემოციები ხა იციოდა და რაღაც. და ახალგაზრდებს მოუგე რა. მოკლედ დიდი მადლობა პირველ რიგში შოდა შენ რომ აი ესეთ კარგ რაღაცას აკეთებ, იმიტომ რომ ქართული ფეხბურთისთვის და ბავშვებისთვის ბავშვებისთვის და შენთვისაც პოპულარიზაციას უკეთებ ჯანსაღ ცხოვრებას და ამ კაცს ვინმე გამოხედეთ, რა მოსოვიყო და სპონსორი რაღაცა რომ უფრო მეტი კაი ლოკაციები და კაი ადგილები და უფრო მაგარი გარემო შეიქმნას. პირველ და მეორე რაც მინდა თქვა, დიდი მადლობა ჩემს მოწინააღმდეგეებს. აშკარად ასაკობრივი სხვაობა ძალიან დიდი იყო და მოდი ესე ვიტყვი რომ ჩემი აზრით ბიჭებმა მაჯობეს, მაგრამ გამოცდილების ხარჯზე
როგორც უნდა ისე საკამათოა ცოტა ყველამ როგორი დაუდაბალია გამოცდილების ხარჯზე ცოტა ჩემსკენ იყო ბედი იღბალის და ყველაფერი რა გამოცდილება კარგად გამოიყენე რა და რა და დაცვაში წარმატებებს უსურვებ ზოგადად რა მადლობა კიდევ ერთხელ შენ გეინაცვალე ძმაო მადლობა ზოგადად ფეხბურთელი იყავი შენ და რა პოზიცია იყავი ნახევარმცველი ვიყავი შუა გამთამაშე შუა ნახევარმცველი იყავი დაცვით თამაში არა არა აგრესიული დღეს შენი დაცვას როგორ შეაფასე ჩემს სხვათა შორის ყოველთვის ესე ჭკვიანურად ვედექ ხოლმე მაგრამ სიხისტე და რაღაც ჩემგან ყოველ შორს იყო მაგრამ დღეს ხო რა ყოველთვის ვცდილობდი რომ ჭკვით მეთამაშა ხო ხდები და რაღაც პოზიციურად დამდგარი ხო და მე გამიკვირდა ესე მაგიტო გემუდები მაგას კიდე ლაპარაკები საინტერესოა შენ ხა мотиваცია მომცეს ბიჭებო არა მე რატო გეკითხები ცი ამ რაღაცებს შენ ხა ახალგაზრდა ბიჭები გიყურებენ ფეხბურთელები შენი ფეხბურთელები ზოგადად ყველა უყურებს ეხა ასე თუ ისე ვინც ფეხბურთში არის შოდა ერთიეზე ფეხბურთს და მაგიტო გეკითხები რომ ეს გამოცდილება მათთვისაც საინტერესო იქნება რა დღეს აგრესიული დაცვა გამოიყენე შორიდანაც ურტყავდი და გაიმარჯვა სოსონ და გილოცავ ძმაო და წარმატებები ყველას წარმატებები ეს რაღაც ჩვენ ეხლა არ თქვა 2-1-ზე გვინდა გეთამაშოთ მე და ტორფინა ვაპირებდით ფინალში გასვლას და რესპექტივნად გაგვეკეთებინათ ეხლა ვიზო ხო და ვერ გავაკეთე და გავაკეთეთ რა გაიხარ ახალგაზრდები წარმატებები კარგად ტორფინ მე კამერასთან ხოიც ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს კამერასთან ხო და შენ ეხა აი ხა სოსოსაც უთხარი რა ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელების გვიყურებენ და აი რო გითხრა შენ ეხლა რა დაგაკდა ფინალში თუნდაც და მე ვიცი რაც იყო რა რაღაცა გადაყევი გართობას ცოტა და აი შენ როგორ შეაფასებ ეხლა ჩემი კონტენტი და დავიწყებ იმიტომ რომ ანალოგიური მოხდა ეხლასა PUBG-ის კონტენტი ხო მოხდა იქაც ვამბობ ხოლმე რომ მე მინდა რომ სანახაობრივი თამაში იყოს თქო იქაც PUBG-საც როცა ხო მაგას გეუნები მოგებაზე არ ვარ თქო რა ორიენტირებული და აქაც ვეცადე რომ სანახაობრივი გამოსულიყო ის და მაგიტო ვეცადე იმ სკილებსაც იქ ერთ-ერთზე გასული ზედმეტი წაგივიდა კი ზედმეტი მომი შენდექში ვეღარ აისახა მე ის რაც გააკეთე მართლა საოცარი იყო ნახევარფინალში მე ვთვლი რომ ეს იყო სოფლიოს დონეზე შესრულებული პერფორმანსი იყო თავისი ფრისტაილი იქნება თუ შედეგი იქნება საფეხბურთო ელემენტები ყველაფერი მგონია რომ სოფლიო დონის იყო ნებისმიერ პროექტს რო დახატავს ისეთი და ძალიან მაგარი იყო და მადლობა ამისთვის შენ და დანარჩენი მგონია რომ ძალიან გადაყევი მე გართობას რა გენაცვალე ძმაო წარმატებები შენ პროექტმა სხვათა შორის დიდი мотиваცია მომცა რა ამასაც ვიტყვი ანუ რაღაც პერიოდი დანებებული მქონდა მოკლედ ეს არის შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთი მეგობრებო ფეხბურთმა დიდი мотиваცია ძალიან სასიამოვნოა ანუ როგორ შეგვიძლია დავუდგეთ გვერდით და გამოვიწეროთ ის არხიც და ძალიან ეს ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა რომ შოდა ერთ-ერთი ფეხბურთი შენთვის мотивაციის იყო და გელოდები კიდე ძმაო დაგემშვიდობებით გამოიწერეთ მოიწონეთ დაგვეხმარეთ განვითარებაში აბა დროებით მეგობრებო